ჩვენი გადაცემის დღეს სტუმარი გახლავთ ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი. ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და აქტუალურ, მაგრამ ამავე დროს რაღაცა მუდმივად აქტუალურ თემაზეც მინდა ვისაუბროთ. დღეს შემოგთავაზოთ, კერძოდ გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი დაჯდა თბილისის აეროპორტში, თუმცა როგორც მე ვიცი, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და რამდენჯერმე მას შემდეგ რაც ირანში დაიწყო საომარი მოქმედებები ისრაელსა და ამერიკის შეერთებული შტატების საწვავი შეივსო თითქოს ჩვენ ყოველ შემთხვევაში არავინ გვეტყვის ამას თუ სინამდვილეში რისთვის დაჯდა, მაგრამ რადგან დაემთხვა მარკო რუბიოს სატელეფონო ზარს, ეს შეიძლება იყოს საჰაერო დერეფანთან დაკავშირებული, თუმცა როცა ჩვენ გავიგეთ რომ მაგალითად საფრანგეთმა არ მისცა საჰაერო დერეფანი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი არ აძლევს სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, როგორც ვიცი, არც თურქეთი არ აძლევს სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას და ჩვენი საზოგადოების ნაწილი აღშფოთდა რომ რაღაც აი ჩვენ როგორ მივეცით უფლება თურმე ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ მისცა უფლება ამერიკულ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს დამჯდარიყო თბილისის აეროპორტში, რაც მე ვფიქრობ რომ ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და როცა ვამბობთ რომ ვიღაცას რაღაც უფლება არ უნდა მივცეთ ან ვიღაც რაღაც უფლება უნდა მივცეთ, ჯერ ერთი უნდა გავიხსენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს მიმართ ვის უფლებას ვაძლევთ და არ ვაძლევთ ხოლმე და შემდეგ ვცდილობ რომ ადეკვატური დასკვნები გამოვიტანოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რა შეიძლება უკავშირდებოდეს და რამდენად ხიფათი შემცვლელი შეიძლება იყოს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ისეთ ვითარებაში ვართ, როცა არც ერთი მხარე არ უნდა განმანაწყვენოთ ალბათ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ეს ამას რაღაც დისონანსი შემოაქვს და თუ არის შესაძლებელი რომ ყველა კმაყოფილი დავტოვოთ ჩვენ გარშემო იმისთვის რომ საფრთხე არ შეგვექმნას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენთან საინტერესოა ხომ სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან სასურველი სტუმარი ბრძანდებით. რაც შეეხება კითხვას, ნამდვილად მე ვუყურებ განწყობებს, ეს აღშფოთება კი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი შიში იმის რომ შეიძლება ამას მოყვეს რაიმე სირგართულება საქართველოს მისამართით. და ეს არ არის უსაფუძვლო შიში, რა თქმა უნდა, ამას საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ჯერ გეოპოლიტიკურად სამხრეთ კავკასია ასე ვთქვათ, სკიპზე არის რომ არ ჩაერთოს აზერბაიჯანი, რომელშიც მოხდა დრონებით თავდასხმა, აზერბაიჯანმაც კი ირანის პრეზიდენტის არჩევა, აიათოლას არჩევა მიულოცა ირანს და თითქოს მისი ძალიან მკაცრი ტონი აქ ამ ჯორჯიან ტაიმში ვსაუბრობდით კიდეც რომ ძალიან ხისტი მეჩვენა მე მაშინ ალიევის ტონი ძალიან ზედმეტად, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც გარკვეული გარდატეხა მოხდა და მამშვენივრად მიულოცა შემდეგ სულიერი ლიდერის არჩევა ირანელ ხალხს. ანუ მას ეყო გონიერება რომ თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ წასულიყო, თორე ისეთი ის ქონდა იცით იმ პასუხში თითქოს ჩვენ ვუპასუხებთო და ლამის ირანს დაემუქრა, მაგრამ მე როგორც ჩანს იქ მოხდა რაღაც გარკვეული გააზრებები ან ჩარევები ან საზოგადოება მიმოქმედა და მან აბსოლუტურად შეცვალა რიტორიკა. სომხეთის ვიცით რომ სომხეთი პრინციპში მთლიანად არის დამოკიდებული თუ ირანი აირია ან დანაწევრდა სომხეთის ძალიან ცუდი ბედიელის იმ თავისი დღევანდელი პოლიტიკით, რომელიც მას აქვს, მაგრამ ნახეთ კიდეც მისი ურთიერთობა რუსეთთან და რუსეთის პუტინთან შეხვედრა და როგორ გითხრათ, იცით, ალბათ ადამიანები მოწიფულობა განისაზღვრება იმით, რამდენად სწორნაბიჯით გავენ თავისი ქვეყნისთვის და არა იმით, რამდენად კარგად ახსოვთ ბოღმა, ბრაზი და ტკივილები. კი, წარსულში ჩაქსოვა და იქედან ვერ გამოსვლა, ეს არის სიხისტის და ხისტი აზროვნების პირველი ნიშანი, რაც ყოველთვის დამღუპველია. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ხა ჩვენ ხედავთ ტრამპი დღეს ამბობს ხვალ ვიწყდება, 12-ჯერ უკვე გაიმარჯვა ირანზე, 12-ჯერ გამოაცხადა რომ ირანი უკვე დამარცხებულია, მაგრამ შეხედეთ ის საბოლოო ჯამში ამბობს რომ არ მაინტერესებს ორმუზის სრუტეო, ამერიკა
ამერიკის ინტერესი არიო. კი, გასაგებია, რომ ამერიკის ინტერესი, მაგრამ ხედავთ, თუნდაც სახის შენარჩუნებაზე წინ მაინც დგება ის, რომ თავისი ქვეყნის ინტერესი განახორციელოს. მე რატომ მივდივარ ესე შორიდან საქართველომდე? საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენ მეორე ფრონტი არ გავხსენით, მეორე ფრონტი არ იქნებოდა ეს იქნებოდა საქართველოს დაღუპვა და ამაში ჩათრევა ნამდვილად უნდათ, ვინც არ უნდა უარყოს ახლა რომ არა და ეს არ ყოფილა, ჩვენ გადასარევად გვახსოვს რა მოწოდებები იყო უკრაინის მხარეს ჩვენი ჩართვისა და ამასთანავე გადასარევად გვახსოვს ის რომ გასაირნებას გთხოვდნენ სირცხვილი იყო რომ ბომბები არ გვეცემოდა და ასე შემდეგ ზოგი მაზოხისტი გაუნათლებელი მაზოხისტები აი ამას გთხოვდნენ ოღონდ ვიღაცის ბრძანება შეესრულებინა და დავალება გააზრების უნარი იყო აბსოლუტურად დაკეტილი კიდე კარგი ხელისუფლება ამ ხაფანგში არ შევიდა არ შეგვიყვანა და საქართველოს აქამდე მოვიდა მშვიდად მაგრამ მეორე არის დღეს ჩვენ ეს შიში არ გვექნებოდა და შიში არის აბსოლუტურად რეალისტური აბსოლუტურად სწორი იმიტომ რომ ხო გენუეთ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მშვენივრად გაიაზრეს რომ აქ ნეიტრალიტეტი არის უმთავრესი და მით უმეტეს ევროპის ქვეყნები რომლებიც აბსოლუტური ვასალები იყვნენ ხო ევროკავშირის სრული ვასალი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაგრამ მათ გაწიეს სერიოზული წინააღმდეგობა პირველი ესპანეთი იყო და იცით ეს არის რა თქმა უნდა გადატვირთვა საქართველოს და ამერიკას შორის გადატვირთვას რო არ შეეხებოდა აქ ორჯერ 4-ია ამას სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვი არ მოტყუდება ამითი მაგრამ ცუდი რა არის ცით ხელისუფლება ყოველთვის გარდა იმისა რომ თქვათ ომი აგვაცილა და ბევრი დარტყმები მოიგერია ის ყოველთვის ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ხელისუფლებას არ აქვს არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი ისე როგორც მას მიაჩნია სწორად და ეს მოხდეს საიდუმლოდ. აი ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს და როგორც არ უნდა გავიდეს რამდენი წელიც თუ მის საზოგადოების ზურგს უკან და ქვეყნის ზურგს უკან აი ძირითადი მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამას ისტორია არავის არ აპატიებს და უბრალოდ დღეს მინდა ვთქვა რომ ხელისუფლება ვალდებულია სიტყვა დაასოლოს კი არა, განმარტება გააკეთოს თუ რას ნიშნავდა ეს ზარი და რას ნიშნავდა აი ეს თვითმფრინავი, რომელიც არაერთი ყოფილა რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ჩვენ რაში გვჭირდება ეს მე ვერაფრ ვერ ვიგებ. თუმცა მიმართულებაზე ლაპარაკობენ და კარგია თუ ხელისუფლება გვეტყოდა იმიტომ რომ კი გასაგებია რომ იქ ტორტებით და პამპერსებით სავსე არ იქნებოდა ის ხო ეს ხო გასაგებია მით უმეტეს აქ ირანი ახლა რატო ვისულელოთ თავი და რატომ სირაქლამას პოზაში რატომ უნდა დავდგეთ რომ უი არა ახლა ბამბის სავსე არ იქნებოდა რა ნამდვილად არ იქნებოდა ის თვითმფრინავი და უკაცრავად რა დაჯდომა და აფრენა ეს უკვე ნიშნავს რომ შენ ამ ქსელში ხარ უკვე ეს არ უნდა იყოს იცი თუ აქამდე იყო ჩემი აზრით ეხლა აი თუ აქამდე იყო ჩვენ ვიწყნარებ თავს რომ კი ადრეც ხდებოდა კი ბატონო მე პირადად ჩემი თვალით მაგ ნანახი ეს ბოინგები რომელიც სააკაშვილის დროს განსაკუთრებით თბილისის აეროპორტში ძალიან ხშირად ხდებოდა ეს სუკანი მუცლიანი ბოინგები მაშინ ხშირი იყო მე ხდება მაგრამ აი ეხლა როდესაც ხელი ომი მიდის ირანში ჩვენს გვერდით ხო აი ეხლა თუ აქამდე იყო ეხლა ჩემი აზრით ეს უნდა შეწყდეს იცით და აი სწორედ ეს საუბარი ძალიან ბევრ ეჭვს და შიშს იწვევს რომ ხელისუფლებამ არ მოახდინოს რაიმე ტიპის შეთანხმება და ღმერთმა დაიფაროს რომ ეს ვინმემ გაიფიქროს და ვინმემ გაბედოს რომ საზოგადოების და ქართველი ხალხის ზურგს უკან როდესაც ამდენი მშვიდობისთვის მადლობა აქვთ მიღებული ღმერთმა უკნას რომ ეხლა ვინმემ გაბედოს აი ეს ზურგს უკან რაღაც თუნდაც ერთი ნაბიჯი ეს არასწორი იქნება არ შეიძლება იცით დაუშვებელია იმიტომ რომ ეს მართლა ჩათრევა იქნება მე გუშინ მოვისმინე განცხადება როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებს ემუქრება პირდაპირ ირანი ამბობს რომ ჩვენ გავანადგურებთ ყველა წამყვან და მსხვილ ამერიკულ კომპანიას რომელიც ახლო აღმოსავლეთში იქნება და სადაც მიწვევიან Microsoft-ი, არა McDonald's-ები გვაქვს, ამერიკის საელჩო გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, საჭირო რაც არის გვაქვს. იქ სასტუმროებს რომ ანადგურებდნენ გასაგები იყო, მაგრამ ეხლა კომპანიებს დაემუქრა, მსხვილი კომპანიები, რომლებიც არის ამერიკული. აქედან გამომდინარე, ხო გენუეთ, ეს საფრთხეები არსებობს და ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. თუნდაც იმ მოკლე ჩვენას პატრიარქის გარდაცვალების დროს ნახეთ. ჩვენთან ცივილიზაციურად ახლო მდგომი
ხალხების გვერდში დგომა. ცივილიზაცია რელიგიურად არ არიან ჩვენთან ახლოს დგომები, მაგრამ ცივილიზაციურად ჩვენ წესები ეს ყველანაირ მნიშვნელოვანია ვიძერწმენია. უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ აი ამის გამო, აი ამ ერთობის გამო, რაც ჩვენ ნახეთ და გვერდში დგომა ვნახეთ პატრიარქის გარდაცვალების პერიოდში, არა, აი თუნდაც ამას უნდა გაუწიოთ ანგარიში და ზოგადად ჩვენ ცივილიზაციურად ჩვენთან ახლოს მყოფ ერებთან, ჩვენ და მეზობლებთან ცივილიზაციურს ვამბობთ, ვითომ არგუმენტად იცით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მეზობლებთან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის წესები. და როცა ჩვენ არ გვერდშიან, ჩვენ სხვის ომში არ უნდა ჩავერთოთ. ერთი დამჯდარი თვითმფრინავი და გადაფრენილი თვითმფრინავი არა, ეს სხვის ომში ჩართვა არის. ასე მიაჩნია ირანს და პრინციპში სწორი არის. მე მესმის. და აქედან გამომდინარე, აი ამ თამაშებში ჩვენ არ უნდა შევიდეთ და მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას აი რაიმე ტიპის გარიგება, ან რაიმე ტიპის თანხმობა არ მიუცია. იმედს ვიტოვებ, მაგრამ ალბათ ეს ფრენები რაც ადრე იყო, ეს უნდა შეწყდეს, ეს უნდა გამოცხადდეს ხმამაღლა და ითქვას საზოგადოებამ, რომ იცოდეს, რომ რაც აქამდე იყო, ეს აღარ განხორციელდება. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია და სასწრაფოდ გასაკეთებელია. და კალტნომაი, აქ არის ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. პირველი 2002 წელს, ამას მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე. 2002 წელს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული მთავრობას შორის დაიდო სამთავრობათა შორისო ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაცია მოახდინა იმდენმა პარლამენტმა, ის კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოების წევრების წაკითხული არ აქვს რა წერია იმ ხელშეკრულებაში, ხოლო მე გეტყვით, რომ იმ ხელშეკრულებაში წერია, რომ შენობა ნაგებობები, რომლებსაც იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ან სამხედრო წარმომადგენლობა, აღარ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და ემორჩილება ამერიკის კანონმდებლობას. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება შემოიყვანოს სამხედრო პირების სიის საფუძველზე და ამ სიაში შემომავალთა ვინაობა ეწოდინება მათ მეთაურს და საქართველოს არ აქვს უფლება რა ტიპის დანაშაულიც უნდა ჩაიდინოს მას საქართველოს ტერიტორიაზე მოსთხოვოს პასუხი კანონიერი. გარდა ამისა, საქართველოს არც ერთ ძალოვან და არაძალოვან უწყებას არ აქვს უფლება შევიდეს იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიასაც აი ისინი დაიკავებენ, ანუ ამერიკის სამხედრო თუ სადაზვერო, არ ვიცი უკვე იქ შიგნით ვეღარ გაარკვევს წარმომადგენლები, რომლებიც შემოსულნი არიან სიის საფუძველზე, რომელთა ვინაობები ჩვენ არ ვიცით, სიაში გასაგებია ხო სახელს და გვარს, ვისაც გინდა ჩაწერ. ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალური ადამიანია, ანუ ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვექნება, ვინ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს დოკუმენტი არსებობს, იქ არის კიდევ ბევრი რაღაც, მაგრამ ეს მე მგონი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც მე აღვნიშნე და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუცია. 78 მუხლი, რომელიც აცხადებს საყოველთაოდ და ყოველასთვის გასაგონად, რომ საქართველოს კურსი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ამ შემთხვევაში როგორ მე მესმის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებსაც არანაკლები ვალდებულებები აქვს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ საფრანგეთი იქნება, ესპანეთი იქნება, იტალია იქნება, საბერძნეთი იქნება რაღაცის უფლებას არ აძლევენ, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი თავიანთ მოკავშირეს და თქვათ თანამეგობრობის წევრს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ჩვენიც უნდა გავითვალისწინოთ ამის საფუძველზე ჩვენ მოქმედების რა საშუალება გვაქვს, რომ უფრო უარესი რამ არ დავიტეხოთ თავზე, მით უფრო ჩვენ დავინახეთ ვენესუელაში სპეცოპერაცია და ვხედავთ რა ხდება ირანში სიების საფუძველზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს უნდა მოკვდეს, ის უნდა მოკვდეს, ის უნდა მოკვდეს და რაღაცები ისე უნდა იყოს, როგორც ჩვენ გვინდა. აი ძალებიც ხომ უნდა შევაფასოთ ჩვენი და სხვისი და ასევე საკანონმდებლო სამართლებრივი საფუძველიც როგორია ამ ყველაფერს. რა საინტერესო რამ გაიხსენეთ, ხა მე ეგ დოკუმენტი ძალიან კარგად ვიცი, 2002-ში კი რატიფიცირებულია, მაგრამ უფრო ადრე მიდიოდა მაგაზე მუშაობა და 2001-ში ზუსტად მაგ დოკუმენტის შემადგენელი იყო გამოძიების ასისტირების პროგრამა, რომელიც შემოვიდა, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის მხარებიდან და იმას მე ვესწრებოდი, იქ ვიყავი, იმიტომ რომ მაშინ დამნიშნა სააკაშვილო ექსპერტის ცენტრის დირექტორად, რომელიც მე არ ვიცოდი და აი გეფიცებით ადამიანობას ყველა ვინც ჩემთან ერთად იყო, იცის რომ მე წასული ვიყავი ექსპერტიზას ვატარებდი ქარელში და აი იქ მირეკავენ გილოცავთო და რას მილოცავთ მეთქი წარმოდგენა არ მქონდა. და მე უკვე გზაში დამირეკა სააკაშვილო, იქიდან რომ მოვდივარ და ექსჰუმაციას ვაკეთებდი წარმოიდგინეთ რა და აი ამ დროს გილოცავო რომ მითხრეს არა
რა დროს რა მოლოცვა მე უკვე მეუბნება გზაში რომ ჩქარა საქმე მაქვს მაგრამ მე ჩემთვის ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი და მუშაობდი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვაკეთებდი რომელიც საქართველოში მართლა პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და ამ დროს მეუბნება რომ აიცი რა აი ამის დირექტორად დაინიშნეოდა მოიცა მე აღარ მეკითხებიან მეთქი მე გავგიშდი მე როგორ არ მეკითხებიან მინდა მე სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელობა აი მართლა გეუბნები ჩემს გარეშე და ამას რამდენიმე ადამიანი ჩემთან ერთად ყოფი ესწრებოდა ჩემს გარეშე მე დავინიშნა მე უკვე მეუბნება რომ საჯაიას ვიზირებარიო შევარდნაძე საქმის ყურშიაო და უარს ვერ იტყვიო და უკვე აიქ რომ გავიაზრო რომ აი ამ სიტუაციაში ამერიკელებთან ერთად თურმე ხდება ხელმოწერა და მე მართლა ვიყავ და რომ მივედი უკვე იუსტიციის სამინისტროში სააკაშოთან და ძალიან გთხოვა პრესამ არ გაიგოს რომ შენ ახლა გაიგეო ესო ანუ გზაში გავიგე მე რომ თურმე დანიშნული ვარ უკვე ეხა და მეორე დღეს იყო უკვე აი ამ ხელმოწერა ამ დოკუმენტს ის ხელმოწერის ცერემონიალზე ვიყავი და სხვათა შორის მე უკვე ის ამერიკული ლაბორატორია რომელიც უნდა ჩამოსულიყო და რომელიც რა თქმა უნდა ბლეფი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში და მე სხვა გზით მოხდა ლაბორატორიის შეძენა იქ კონკრეტულად რაც ჩამოვიდა ის იყო ჟანგიანი კარადები და მაგიდები ჟანგიანს ახლა შეიძლება ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ნამდვილად ეს იყო რა. მოძველებული. მეორად იმიტომ რომ მე მითხრეს რომ მეორადს გიგზავნითო და სააკაშვილმა გამოაცხადა მილიონი ლაბორატორია ჩამოვიდა და მე იქ ვიცოდი ამერიკაში ნათქვამი ჰქონდათ რომ მეორად კარადებს და მაგიდებს გიგზავნით. და მეორადს აგზავნიან. თურქეთის არმიაც სხვათა შორის მეორადი შეიარაღებით გაძლიერდა. მაგრამ რა იყო იცით, აქ მილიონიანი ლაბორატორია ჩამოვიდა და მე როცა ვთქვი რომ ეს ტყუილია, აი დაიწყო მთელი ომები და მთელი ის თვითონ მე ხო გეუბნებით და მე როცა გახსნეს არა უკვე ჩემი წამოსვლის მერე შენივრად გამოჩნდა რომ ეს ტყუილი იყო დიდი ბლეფი და აი ესეთი ბლეფით დაიწყო ეგ წვნის და აღჭურის პროგრამა იმიტომ რომ ექსპერტიზის ლაბორატორია ამის შემადგენელი იყო ეს იყო აბსოლუტური მაშინ რეჟიმ ჩეინჯის პროექტი იყო სხვათა შორის შევარდნაძე მე იცოდა პირადად მე უკვე როცა მივხვდი რომ შევარდნაძის შეცვლას აპირებდნენ თან აპირებდნენ ძალიან უხეშად როდესაც ერთ-ერთი ახლა ადასამალი არაფერი აღარ მაქვს აბსოლუტურად. როდესაც ერთ-ერთი საელჩოს მაღალჩინოსანი მოდის ჩემთან და მეუბნება ძალიან დიდი ბოდიში რა არ მიყვარს მე უხამსობები შევის რომ ასე გაუკეთებთ. უირესა. აი და რა დამემართა იცით უბრალოდ იმან არ იცოდა რომ მე გუნდის წევრი არ ვიყავი სადაც ეს ყველამ კარგად იცოდა რა მე კი მუშაობდი თქვა კი ვიყავი იქ მაგრამ მე სააკაშვილის და ჟვანიას გუნდის წევრი არ ვიყავი ანუ მე რო ეს არ ვიცოდი აი მაშინ მივხვდი თუ რეკლამა არის თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შეწოდოთ გადაცემა აიმსის ეთერში რეალური აქცენტები ბატალონ თოთიცესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით, გამოვაგზავნებთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ექსპერტთან, მაია ნიკოლაიშვილთან ერთად და გისმენთ კალდუმაია ძალიან საინტერესო რამეები გაიხსენეთ პირველად ვისმის. არავის თითქოს არავის არ აინტერესებდა, ხო იცით ვის აინტერესებდა გუშინდელი დღის პროგნოზი, ამინდის პროგნოზიო და ეხლა როგორც ჩანს არის ამის დრო და თქვენ ძალიან საინტერესო ხაზს მიადექით. და არ მეყვარს ხოლმე ოსმალეთში რო ვიყავი ამის მოყოლა, მაგრამ დღეს ეს აქტუალურია და ამიტომ ღირს ამაზე არ მისაუბრია სხვათა შორის და ჩვენ გაქვთ 15 წუთი მე არ შეგაწყვეტინებთ და გისმენთ ძალიან საინტერესო რა იყო იცით აი ეს შევის ასე უზამთ მე ეს ამან გამაგიჟა იმიტომ რომ ეს დიპლომატი მე ამას მეუბნება საელჩოს მაღალჩინოსანი ჩემთან კაბინეტში არის მოსული და იქ მეუბნება გასვლისას გავუგონდი ეს იყო ჩემთვის შოკი და იცით რა არის ჩემ ქვეყანას რო ეხება და ჩემ ქვეყანაში რაიმე შეცვლას რო ეხება მე ხა არასოდეს მაშინ პოლიტიზებული არ ყოფილა პრინციპში სიმპათიები მე უფრო რეფორმატორების მიმართ მქონდა მაშინ, იმიტომ რომ ჯეროდა და მაშინ მეც ლიბერალი ვიყავი როგორც ჩანს ეხლა, ხო? კი. ნუ ეს ალბათ მაშინ სხვა იყო. ჩვენი სახადიც არა, მაშინ რა იყო, იცით, მართლა კარგისთვის ვიყავით. ჩვენ მართლა იდეალისტები ვიყავით და მართლა გინდოდა ქვეყნისთვის კარგი. კი, მოტყუებული იდეალისტები ვართ საბოლოო ჯამში რა, მაგრამ არა უშავს ნუ ხომ გავიგეთ. და იცით, ამან მე გამოვოგნა რომ რა ხდება და მე რამდენჯერმე სხვადასხვა შეხვედრების დროს რომ ნახე რომ
აი როგორ ფიქრობ სააკაშვილის რეანიმირება შეიძლება? მაშინ დეპუტატია მიშა და მისი რეიტინგი დაბლა არის რა. ხო და ხალხო რეანიმირება კი შეიძლება, მაგრამ როგორ შეიძლება მეთქი ეს ამერიკელთან ვამბობდა თარჯიმანს ვთხოვ რომ ძალიან გთხოვ მეთქი რა ზუსტად ისე თარგმნი ინტონაციებში რომ თარგმნა არ იყო ის ჩემი ნათქვამი. შეძლებით კი შეიძლება, მაგრამ როგორ შეიძლება მეთქი. გავიდა წლები და თქვენ იცით იმ ადამიანმა დაამერეკა უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობს და მითხრა რომ იცი რაო, აი ის ნეტა მეის ვიდეო გადამეღო. აი იმისიო, შენ რო ეს თქვი, იმიტომ რომ მაგის მერე ძალიან ბევრი დარწმუნდაო, რომ ეს თურმე არ შეიძლებოდაო რა სააკაშვილის თან მიმართებაში და მაშინ მქონდა შეხვედრა სხვათა შორის ედუარდ შევარდნაძესთან. და ეს იყო, ექსპერტიზის დღევანდელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო როა მის მოწყობასთან დაკავშირებით, აი მაშინ შევადგინეთ ზუსტად ეს სქემები, ეს ყველაფერი მაშინ გაკეთდა. ოღონდ ერთადერთი რაც სამხარაულს არ აქვს იმ მაშინდელი შეთანხმებული იქ თვითდაფინანსებ ყველაფერი ეს მაშინ ერთად ვაკეთებდით ამას ამერიკულ მხარესთან ერთად და ერთადერთი რაც სამხარაულმა ძალიან დააშავა და აი ამ ექსპერტიზის ბიუროს სამხარაული მერე დაინიშნება ჩემს მერე მოკლავენ და ასე შემდეგ. მაგრამ სქემა ის არის რაც მაშინდელი შედგენილია პირადად ჩემი ხელით შედგენილი არის და თქვენ წარმოიდგინეთ ერთი აკლია რაც ყველაზე საჭირო იყო. ეს მეთქი თვითონ შევარდნაძეს ვთქარი ეს დაწესებულება მეთქი როგორც ბირთვული ღილაკი აი ესეთი არის მეთქი რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ექსპერტიზების სახელმწიფო ბიურო შექმნა ოღონდ აუცილებლად აქ უნდა იყოს საზოგადოების მონაწილეობა მეთქი აქ უნდა იყოს ბორდი სპეციალისტებისგან ბორდი ყველაფერი სტრუქტურები ისი არის გარდა ბორდისა აბსოლუტურად ყველაფერი აი ზუსტად ერთი არის ბორდი არ გაკეთდა იმიტომ რომ იქ არავინ არ ჩაიხედოს და სამწუხაროდ პრემიერ-მინისტრი უნდა დაქვემდებარებოდა ზუსტად ამის ის იყო და მაშინ შევარდნაძეს ვესაუბრები ამაზე და ეს დანარჩენი შეიძლება არ იყოს საინტერესო და მაშინ ვეუბნები რომ მაიო ხო ბატონო ედუარდ მეთქი დროზე ადრე რა ცვლილებას რო აპირებენ მეთქი გაჩერდა და მეთხრა მაია შენ საიდან იცი ეს ვინ გითხრაო და არა მე ვთხარი თქმით არავის არ უთქვამს მეთქი მაგრამ პაზლი დაალაგდა ესე მეთქი რა სხვადასხვა ადგილას ეს ხო გაანალიზება ხო შეგიძლია ადამიანს და მაშინ ვთხარი რომ აი ამ ბორჩი მეთქი იქნებ თქვენი წარმომადგენელი იყოს მეთქი რა მეთხრა იცით მაია ეხა შენ კი მთხოვ ამას მაგრამ რა იცი ვინ მოვიდეს პრეზიდენტად და მე სანანებელი გაგიხდეს ის რასაც ეხლა მთხოვო ანუ მან იცოდა ეს ყველაფერი მე 2002 წლის აგვისტოში მოვისმინე პირველად აი ეს შევის ესე უზამთ ეს ჩვეულებრივი ეს არ იყო დამალული უბრალოდ ვერ მიხვდნენ რომ მე გუნდის ასეთი ბირთვის წევრი არ ვიყავი რა მე გარე ორბიტაზე ვიყავი ასე ვთქვათ უფრო გამოყენებული როლში შემდეგ იცით რა არის შემდეგ იმდენი ხო და წვრთნის დახჭურის პროგრამაზე გეტყვით პირდაპირ მითხრეს სადაც ჩვენ შევდივართ ქვეყანაში რომელშიც ჩვენ შევდივართ წვრთნის დახჭურის პროგრამით ჩვენ იქიდან არ გავდივართ ცოტა მოგვიანებით გეტყვით ხო მანდვე იყო ის დიდი ბლეფი რომელიც მე მაშინ გავიგერო თურმე ეს ყველაფერი საბურველი არის სინამდვილეში მაჭირდებათ ამერიკელი რომ ჩაიდინოს ზუსტად რაც ბრძანეთ დანაშაული ის საქართველოში პასუხს საერთოდ არ აგებს ეს არის წმინდა კოლონიალური დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იმიტომ რომ მას აქვს თავისი კუნძულები სადაც კუნძულები რომლიდან გამოსული ამერიკელის ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ის პასუხს არ აგებს იმიტომ რომ ეს ხდებოდა ფერადკანიანებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. იგივე ნებისმიერ კოლონიაში ეს ასე ხდებოდა, როცა იქაური ადამიანის სიცოცხლე არ ითვლება ფასეულობად. აი ამით უნდა მივხვდეთ და მქონდა კიდე ერთი მომენტი, როდესაც აი ეს დიდი ბლეფი გასკდა ასე ვთქვა და მივხვდი რომ ძალიან დიდ შარში ვიყავი და მაშინ ვთხარი რომ კი მაგრამ მეთქი ეს ლაბორატორიაზე რო იყო და ხო ვიცი რომ იქ არაფერი არ იქნება, არანაირი ლაბორატორია არ არის ვიცი და მეუბნებიან და ვეუბნები რომ გთხოვთ მეთქი ჩამონათვალე მომცეთ მეთქი და კრედიტი უნდა ამეღო სახელმწიფო კრედიტი უნდა ამეღო $800,000 ხელი უნდა მომეწერა ეს უბრალოდ რამე არ იყო მაშინ ძალიან დიდი ფული იყო 2003-ში უკვე გადასაწყისში სამის და არაო ჩამონათვალეო ისო არა ინვოისი მინდა მეთქი სადაც ჩამონათვალი იქნება რა არის შიგნით იმიტომ რომ ვიცი რომ არაფერი არ არის შიგნით მნიშვნელოვანი არა ისო შიგნით არისო კი მაგრამ მეთქი მაშინ სალჩომ
გამიკეთოს მეთქი რა, ჩამონათვალი შიგნით რა არის, ოფიციალურად დადასტურებული და მე კრედიტს მოვაწარ ხელს მეთქი რა. არაო საელჩო ამას ვერ გააკეთებსო, იმიტომ რომ ყველაფერი შიგნით არის ჩალუκული კონტეინერებშიო. აი იქ უკვე რა თქმა უნდა უკვე ბოლო წვეთი იყო და აი მაშინ ძალიან კარგად მახსოვს ვუთხარი რომ თქვენ მეთქი არაფრით განსხვავდებით ხრუშოვისაგან, რომელიც ამბობდა რომ იმ მთისიკეთ კომუნიზმია. თქვენ ზუსტად ისეთივე მატყუარები ხართ. ანუ ჩემთვის ეს ამერიკული ბლეფი, ზოგადად დამოკიდებულება, კოლონიალური და მოტყუება, ხო ბოსი შენ ხარ და შენ წვეთ. აი მითაბოლებენ ამ ჩვენ საწყალ იმგეს. ბოსი შენ ხარ, იცით რამდენჯერ მოვისმენე რომ ბოსი მე ვარ და ამერიკის კრიმინალის ლაბორატორიების დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ. ვიყავი. ოღონდ ქაღალდი არსად არ მინახავს არასოდეს. კონფერენციებზე ჩავდიოდი, მაგრამ ქაღალდი რო უთხარი რომ დოკუმენტი მომეცით მეთქი, არა, რა თქმა უნდა. აი ესე აბოლებენ ამათ, უბრალოდ მე მადლობა ღმერთს არ დავბოლდი. და აქ მერე იყო პერიოდი, როდესაც ავღანეთში გამწვავება ხდებოდა და ქობულეთში ამზადებდნენ ზუსტად მაგ პროგრამის ფარგლებში, მაგ უფლებით მას მეტპერსონალს. ხო, ჰოსპიტალი შენდებოდა სტადიონის უკან და ვიცოდით რომ იქ ამერიკელი სამხედროები უნდა ჩამოეყვანათ. მე შეჩერდა ეს პროცესი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეახსენონ ეს ვალდებულება და როგორც ეს დოკუმენტი არის გასაუქმებელი, იმიტომ რომ გავიდა უკვე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ კოლონია აღარ ვართ სუვერენიტეტზე, გვაქვს რომ 24 წელი გავიდა თითქმის. აი ეს უნდა შეიცვალოს აბსოლუტურად და მეორე უნდა შეიცვალოს თბილისის მერიას აქვს მიღებული დოკუმენტი, რომელიც საელჩოს, ამერიკის საელჩოს ირგვლივ და მე მქონდა შეხება იქ დაკვეთი მქონდა და გადასარევად ვიცი, საოცარ შეზღუდვებს, ანუ ფანჯარასად გაკეთდეს, რადიუსებია, ბენზინგასამართი სადგური სად შეიძლება და სად რა შეიძლება. არის ძალიან დიდი კილომეტრაჟი არის, პირდაპირ არის გაწერილი ინგლისურ ენაზეა სხვა შორის დოკუმენტი მიღებული. რომ ალბათ მაშინ ხოდაშეზე ეს კურიოზია, რამდენიმე დოკუმენტი პარლამენტის ინგლისურ ენაზე, სხვადასხვა თელასთანაც რაოდენ უცნაური უნდა იყოს, თუმცა ვენესუელელი მეპატრონე. ამ დროს საქართველოში სამართალწარმოების ენა არის ქართული. არც ერთ დოკუმენტს სასამართლო არ მიიღებს ნებისმიერ ენაზე, როგორც არ ლათინურად რო არის, გასაგები რო არის, ყველაფერი გამორიცხულია, იმასაც არ მიიღებს, უნდა თარგმნო. და ეს დოკუმენტები სულ და სხვათა შორის ენერგეტიკის სფერო, რომელიც იყო ზუსტად მაგ პერიოდში, არა, როგორ არის, იცით, უზარმაზარი ფული შემოვიდა, უზარმაზარი ფულია შემოსული, ოღონდ ვერაფრით ვერ გავხსენით, რატო იცით, სულ პირობით ერთეულებში, ოღონდ ეს ის პირობით ერთეულები არის. დაშიფრული პირობითი ერთეულები. ესე რომ ეს ყველაფერი, ეხლა მე მესმის რომ ფასებზე მუშაობა აუცილებელი, ოღონდ შედეგიანი და ასევე შედეგიანი მუშაობა არის საჭირო იმ საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომელზეც ეხლა ამ წუთას ჩვენ საუბრობთ რა. ეს საერთაშორისო დოკუმენტები ძალიან სერიოზულად არის გადასახედი და გასაუქმებელი, იმიტომ რომ იმის მერე 100 წყალმა ჩაიარა, ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ და დღეს საქართველოს არანაირად არ ჭირდება თუნდაც მაგ დოკუმენტის არსებობა, რომელიც სხვათა შორის საქართველოს კონსტიტუცია უფრო მაღლა დგას ვიდრე საერთაშორისო. ამიტომ მისი გაუქმება თავისუფლად შეიძლება და ალბათ ვალდებულება არის და მე არ გვექნება ჩვენ შიშები, რომ იმანდარეკა თუ ამანდარეკა, ჩვენ გვეცოდინება რომ ჩვენ ჩარჩოები საკანონმდებლო იმდენად ძლიერი გვაქვს, რომ პირველი პირები ქვეყნის ბედს ვერ შეცვლიან უარესობისკენ, თორე უკეთესობისკენ უნდა შეცვალონ რაზეა საუბარი. ეს შიშები აღარ იქნება, ეჭვები აღარ იქნება, იმიტომ რომ პირველი პირები იყვნენ, ვინც ის მიიღო. რა თქმა უნდა. და კალტომაია თქვენ ესეთი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაიხსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ვისაუბრეთ, თორე არასოდეს ამაზე საუბარიც არ მქონია. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია დღეს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ და კალტომაია, ჩემთვის აი თქვენ როგორ ხსნით ხელისუფლებისგან აი ამ საინფორმაციო შიმშილს, საზოგადოება ხომ მას დაუჭერს მხარს თუ რაღაც ისეც გვთავაზობენ, რაც ჩვენ უსაფრთხოებას ვნებს. ეს ხო ერთგვარი ფარი იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. თქვენ აი არჩევას მისცემთ ხელისუფლებას და როგორ იქცევა იქნებოდა ოპტიმალური ამ შემთხვევაში? იცი რა, ხელისუფლება, სხვათა შორის მე ვუსმენ ხოლმე ფაშინიანს, ну ხა აზერბაიჯანს ვადევნებ თვალყოს მედიას და ვუსმენ რომ აი ქალბატონი რო შეხვდება რომ თქვენო რუსეთანო ესეთი ურთ, არა ვინ გითხრათო, მე ვაპირებო და მართლა ჩავიდა პუტინთან გავოგონდი. იცით გულწრფელობა საზოგადოებასთან. როდესაც ხელისუფლება ამბობს რომ საზოგადოება უკვე გაიზარდა, საზოგადოება აღარ მოტყუვდება,
აი ამ მენიუში არის ზუსტად ის, რომ ჩვენ ვკითხულობთ და საზოგადოებას უფლება აქვს და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ გააკეთოს განმარტება, რაზე იყოს საუბარი და ნამდვილად აი ეს დოკუმენტები, რომლებიც საქართველოსთვის ძალიან წამგებიანია, საფრთხის შემცველია, დუბაი შეეწირა, ამხელა ქვეყანა ფაქტიურად შეეწირა და არ გვინდა ჩვენ ეს, არავის ხათრით, არავის შიშებით, არავის სიყვარულით, არ გვინდა ჩვენ ეს, არ გვჭირდება სიყვარული პოლიტიკაში. არ სიყვარულით. არ არსებობს სიყვარული, სიძულვილი არსებობს პრაგმატული ინტერესები. მორჩა გათავდა საქართველოს უნდა იყოს აი ამ შემთხვევაში სამივე ქვეყანა უნდა დაიჭიროს ნეიტრალიტეტი, არავის ხათრი და თქვენ იკითხეთ რომ ჩვენ რა ძალა გვაქვსო. ჩვენ ძალა არ გვაქვს. ჩვენ ჰაერ საწინააღმდეგო დაცვა საერთოდ არ გაგვაჩნია. ჩვენი დაცვა ამ შემთხვევაში არის რუსეთის ინტერესები. რომ რუსეთი რომ არა ჩვენს გვერდით, ჩვენ დღეს ძალიან სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით. სხვადასხვა კალტმაია მე ხა ვიხსენებ წლების წინათ მე აქტიურად ვიწერდი არაქართულ ანუ სამხრეთ კავკასიიდან ექსპერტებს და სომეხი ექსპერტები ამბობდნენ მაშინ ეს თალხი 2010 წელი 2008 წლის ომის შემდეგ და სომეხი ექსპერტები სულ ამბობდა აი რუსეთი თუ გავა ერთხმათ ამბობდნენ აი ჩვენ ან თურქეთი ან ირანი აუცილებლად დაგვიკავებს და მე მაშინ მეც იდეალისტი ვიყავი. ცოტა არ იყოს ეს გადაჭარბებული მეჩვენებოდა მათი შიშები, მაგრამ აი ხა რო უყურებ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება, რაღაც ორი უბედურებიდან ერთის არჩევის ვარიანტია ყოველთვის, რა უფრო დიდი უბედურება, ანუ ვისი იცით რა, მოდით რა ვთქვათ, როგორც უფალიო ტანჯვისთვის უფალს არავინ გაუჩენია, ბედნიერებისთვის გაგვაჩინა და თუ ჩვენ შეცდომებს უშვებთ, უკვე ჩვენი არჩევანი არის. იგივე არის, იცით, ორი უბედურებიდან არა რა. როდესაც ჩვენ უკვე გავიზარდეთ, როდესაც ჩვენ ვართ მოციფული ადამიანები, ჩვენ ვხედავთ რა ხდება დედამიწის ზურგზე და ძლიერის ძალის პოლიტიკა რომ არის აქ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს უკეთესობა. საქართველოსთვის ორი უბედურებიდან ერთი არა. საქართველოსთვის უკეთესი რა იქნება? საქართველოსთვის უკეთესი იქნება დღეს არ ჩაერიოს ამ პროცესებში. როგორც აქამდე არ ერეო და გაწყვიტოს ის ძველი გადატვირთვა, რას ნიშნავს? ეს იგი ძველი გადავდო და ახლიდან დავიწყოთ, ხო? სუფთა ფურცელი ნიშნავს იმას, რომ აი ეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო სხვადასხვა დროს კოლონიურ რეჟიმში, აი ამ ვასალურ დამოკიდებულ, ყველა უნდა გაუქმდეს და კი ბატონო, თუ მე რენდომებად სუფთა ფურცლი და ხო, ახალი ხელშეკრულებები ახალი, აბა რა ეს ამას ნიშნავს, თორე ის ძველი კუდები კონდეს ვასალური და კოლონიური და ახლა ვერანაირად ვერ გადატვირთავ, ამიტომ ეს აუცილებელია. ძალიან დიდი ბოდიში მე ძალიან წუხვარო ჩვენი დრო ამოიწურა ჩვენი დრო ჯვარი გწერია გადაცემის დრო ძალიან დიდი მადლობა მსვენელსა და მაყურებელს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ და მეყოლება უკრაინელი ექსპერტი დმიტრი სპივაკი ჩართვით კიევიდან ნახვამდის ხვალამდე პოლიტიკა საზოგადოება